პავლე მოციქულის საწიგნი რომელთა მიმართ თავი მერვე. არამერაი დასაჯელა არს აც ქრისტე იესოს მიერ მათა, რომელნი იგი არა ხორცთაებლენან, არამედ სულისაებრ. ამეთუ ჯულმან სულის საცხოვრებისამან ქრისტე იესოს მიერ განმანთავისუფლა მეს ჯულისა მისგან ცოდვისა და სიკვდილისა. ამეთუ შეუძლებელი იგის ჯულისაი, რომელი უძლური იყო ხორცთა მათთვის, ღმერთმა ძეთვისი მოავლინა, მსგავსად ხორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათვის. და საჯა ცოდვა იგი ხორცითათვისითა, რაითა სიმართლე იგის ჯულისაი აღესრულოს ჩვენ შორის, რომელნი არა ხორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად. ამეთუ რომელნი იგი ხორციელად არიან, ხორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი იგი სულიერად არიან, სულისასა. ამეთუ ზრახვა იგი ხორცთაის სიკვდილარს, ხოლო ზრახვა იგი სულისაი ცხოვრება არს და მშვიდობა. რამეთუ ზრახვა იგი ხორცთა იმტერობა არს ღმრთისა, რამეთუ ჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალუც. რამეთუ რომელნი იგი ხორცთაშინ არიან, ღმრთისა სათნოყოფად ვერ ძალუც. ხოლო თქვენ არა ხართ ხორცთაშინ, არამედ სულთა, უკეთუ სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენ შორის. უკეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქვს, იგი არა არს მისი. უკეთუ ქრისტე თქვენ შორის არს, ხორცნიმცა მკვდარ არიან ცოდვისათვის, ხოლო სული ცხოველ სიმართლისათვის. უკეთუ სული იგი აღმადგინებელი იესოის მკვდრეთით მკვიდრ არს თქვენ შორის, რომელმან იგი აღადგინა ქრისტე მკვდრეთით, განაცხოველნეს მოკვდავნიცა იგი ხორცნი თქვენი, დამკვიდრებულისა მის მიერ თქვენ შორის სულისა მისისა. აც უკვე ძმანო თანაგვაც არა ხორცთაი, რაითა ხორცილად სხონდებოდით. ამეთუ უკეთუ ხორცილად სხონდებოდით, მოსიკვდით ხართ. ხოლო უკეთუ სულითა ხორცთა საქმესა მოაკვდინებთ, სხონდეთ. რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისა ითავლენან, ესენი არიან ძელი ღმრთისანი. რამეთუ არა მიგიღებიე სულიგი მონებისაი, რაითა მწაკვალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიე სულიგი შვილებისაი, რომლითა ვღაღადებთ აბა მამაო. იგივე სული ეწამების სულსა მას ჩვენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი. ხოლო უკეთუ შვილ მკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისათანა და თანამკვიდრ ქრისტესა. უკეთუ მისთანა ვივნოთ, მისთანაცა ვიდიდნეთ. რამეთუ მე ესრე მგონიეს ვითარმეთ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მისთანა დიდებისა, რომელი გამოჩინება და არც ჩვენ დამომართ. რამეთუ იჭვი იგი დაბადებისაი, გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისა მოელის. რამეთუ ამოებასა დაემორჩილა დაბადებული არს ნეფსით, არამედ მის მიერ რომელმან იგი დაამორჩილა სასოებით. რამეთუ თვით იგიცა დაბადებული განვე თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა, აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა. უწყით რამეთუ ყოველი დაბადებული თანაკუნესის და თანაელმის მოაქამდე. არა ხოლო თუ იგი, არამედ ჩვენცა, რომელთა ესე პირველი ნაყოფი სულისაი გვაქვს. თვით ჩვენცა თავთაშინა ჩვენ თავკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოხსნასა მას ხორცთა ჩვენთასა. რამეთუ სასოებით ვცხონდით, ხოლო სასოებაი ხილული არა არს სასოება. რამეთუ რომელსა იგი ვინმე ხედავენ, რაისაღა მეესავნ. ხოლო ჩვენ რომელსა არა ვხედავთ ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით. ეგრეთვე და სულიცა იგი თანა შეეწევის უძულრებათა ჩვენთა, რამეთუ რაიმცა იგი ვილოცეთ, ვით არ იგი ჯერ არს არა ვიცით. არამედ თვით იგი სული მეოხარს ჩვენთვის, სულთქუმითა მით უსიტყველითა. ხოლო რომელი იგი გამომეძიებელ არს გულთაი, იცის თუ რაი არს ზრახვა იგი სულისაი, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეუხარს წმინდათათვის. ესრეთ უწყით რამეთუ ღმრთის მოყვარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილად, რომელნი იგი ბრძანებით ჩინებულ არიან. რამეთუ რომელნი იგი წინა ისწარცა განაჩინა თანამსგავსად ხატისა მის ძისათვისისა, რაითა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა. ხოლო რომელნი იგი წინასწარ განაჩინა, მათცა უწოდა და რომელთა იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა და რომელნი იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა. რაიმე უკვე თქვათ ამისთვის, უკეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს, ვინ არ ძვირის მყოფელ ჩვენდა. რომელმან იგი ძესასა თვისა არ აჰრიდა, არამედ ჩვენ ყოველთათვის მისცა იგი, ვით არ უკვე არა მითურთ ყოველივე მოგვანიჭოს ჩვენ. ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მადაღმთისათა, ღმერთი არს განმამართლებელ. და ვინ არს დამსჯელ, ქრისტე იესო, რომელი მოკვდა, უფრო იზღაღდგა, რომელი იგი არს მარჯვენით ღმრთისა, რომელიცა იგი მეოხარს ჩვენთვის. ვინ განგვაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესა, ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამან, ანუ სიყმილმან, შიშვლევამან, ანუ ურვამან, ანუ მახვილმან,
ვითარცა წერილარს, რამე თუ შენთვის მოვწდებით ჩვენ მარადღე და შევირაცხებით ჩვენ ვითარცა ცხოვარნი კლადმი. არამედ ამას ყოველსაზე და ძლევთ ჩვენ მის მიერ, რომელმანცა იგი შემიყვარნა ჩვენ, რამე თუ მწამს მე ვითარმე და არცა სიკვდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოსთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულს საღებთ ისასა, რომელ არს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა.